საჩუქარი მაქვს თქვენთვის ხალბატონებო. საჩუქარი ცოტა ამბიციური ნათქვამია, მაგრამ მოდი ასე დავარქვათ მაინც. იმიტომ რომ მარტისთვია, 1 მარტია დღეს და მარტი ზოგადად ხალბატონებთან ასოცირდება, იმიტომ რომ 3 მარტი დედების დღეა, 8 მარტი მოდის და მაინც ხალბატონებთან შეიძლება დავაკავშიროთ ეგ თქვენ. არადა 7 მარტს ვარ დაბადებული. ხო. ვიდეოების ციკლი მინდა შევწერო მოკლედ 8 მარტამდე და მატერიალური საჩუქარი არა, მაგრამ ცნობიერებისთვის საჩუქარი შეიძლება გამოვიდეს. ეს პირველი ვიდეო, ეს დღევანდელი ვიდეო ეხება ეჭვიან კაცებს. ალბათ ბევრს გყავთ ეჭვიანი ქმრები, შეყვარებულები, საყვარლები და მაგათ ეხებათ. ახლა გამნიხილოთ ვინ არის ეჭვიანი კაცი. ეჭვიანი კაცი არის ყველა საცოდავი. და რატო ახლა საცოდავი გეტყვით? კაცი რომელიც ქალზე ეჭვიანობს და ვიზეს ეჭვიანობს, ვიღაცა კაცზე დაუშვათ. შეიძლება ზოგადად ეჭვიანობდეს. ამ კაცს თავი გონია სუსტი და ის ვიზეს ეჭვიანობს, მასე ძლიერი და უკეთესი გონია და ეშინია, რომ არ დაკარგოს ეგ ქალი და არ წაართვან ეგ ქალი. აი ამიტომ არის საცოდავი. იმიტომ რომ ახლა თუ საფუძვლიანად ეჭვიანობს, თუ ფაქტი აქვს, დარწმუნებულია რომ ეს ქალი ვიღაცისგენ იყურება და ღალატობს დაუშვათ. მოღალატეს არა, რატო ცხოვრობს მაშინ კაცო? ან წავიდეს, ან გაუშვას, ხო? თუ დარწმუნებული თუ ამ ეჭვებში. და თუ არაუდის დონეზე ეჭვიანობს, რას ვარაუდობს? იმას რომ შეიძლება ვიღაცა ისეთთან ერთად ცხოვრობდეს, რომ ნალევა იყურებოდეს? აი ამის ვარაუდი აქვს და მაინც ცხოვრობს და საცოდავი გამოდის, აბა რა გამოდის? ანუ სუსტია ეს კაცი, სუსტია. მასზე უკეთესი გონია ყველა დანარჩენი და ამიტომ ეჭვიანობს. არის მეორე ვარიანტი კიდე, სილამაზეზე რო ეჭვიანობენ, ანუ ხო ყავთ ლამაზი ცოლები, ხალბატონები ზოგადად, რა სტატუსის არ უნდა იყოს. და ამის სილამაზეზე ეჭვიანობენ, შეიძლება ლამაზად იცნობს ეს ხალბატონი, არ ვამბობ ახლა პუტანკასავი და რაღაცა გამომწვევად. ნორმალურად რა. და ვიღაცამ თუ შეხედა ამ ხალს, ამაზე გიждდებიან. ბიჭო, ლამაზი ცოლი თუ ყავს და ვიღაცას დორბლი გაზდის იმაზე ვინც შენია და შურთ შენი. რა გაეჭვიანებ, შეუბედურო, პირიქით, არ უნდა გეამაყებოდეს? ახლა ვიღაცამ რაღაცა ნაგლურად თუ შეხედა და ისეთი რაღაცა წამოიძახა და მიაძახა, მაგი ხო ეგ სხვა რაღაცაა კაცო, მაგაზე არ ვამბობ. ისე რა მოპარული მზერა თუ დაუჭირე. რა გაეჭვიანებს, რა გინდა იმ ხალთან კაცო? პირიქით, გიხაროდეს უნდა. ეგ ახლა ლამაზი ცოლი ვისაც ყავს და ლამაზი ხალი, თორე ზოგს ულამაზო ყავს და მაინც ეჭვიანობს და ეგენი ხო საერთოდ კაცო. ვის სასიკვდილად მოა თქვენი ულამაზო ხალები? ხო, მაგრამ აი ლამაზის გამო ლამაზ ცოლებს რო ეჭვიანობენ. რა გაქვს საეჭვიანო? ახლა ვისაც აგეწვათ კაცებს და გავომიხდებით აქ სენსორის ვირთხები და რაღაცების წერას დამიწყებთ. მე კაცებს ვამბობ, თორე ხალებს არა კაცო, ხალები გავომიხდეთ რა პრობლემაა. ვინც გავომიხდებით მოკლედ. თქვენ პასუხის გაცემის ღირსაც არ გახდით. პასუხსაც არ გაგცემთ, იმიტომ რომ თქვენი გაგჭირებია თქვენ უბედურება საცოდავები ხართ ისედაც და რა უნდა გიპასუხოთ მე? ანუ მოხვდათ. ესე იგი, რადგანაც აგეწვათ მოხვდათ და რომ მოხვდათ, იმიტომ და რომ მოხვედროდათ, იმიტომ წერ ამას ასაბწერ. ასე რომ ხალბატონებო, ვისაც მასეთი ქმრები ყავთ და ზოგადად მასეთი კაცები ყავთ, ახლა რო გითხრათ გაუშვით და გააგდებთ მეთქი მაგას ვერ იზამთ, მაგრამ შთააგონეთ რომ საცოდავები არიან და უბედურები არიან. ამიტომ არიან ეჭვიანები. სუსტები არიან და მაგირო ეჭვიანობენ. და იქნება და გააპარტყუნონ ტვინ და მოვიდნენ აზზე. მოკლედ ამის ჩაწერა მინდოდა დღეს ხალბატონებო თქვენთვის. დააფიქრეთ და დაფიქრდით თქვენც, ვისთან ერთად ცხოვრობთ.